ხო, ეს არის დამახასიათებელი ავტორიტარული დიქტატორული ტიპის რეჟიმისთვის რეპრესივის მორიგი ტალღა, ეს არის ტერორი, ჩვენ ვხედავთ სამი მიმართულებით, ეს არის პირველი ფიზიკური ტერორი, მორალური ტერორი, ფინანსური ტერორი და ამას ფუთავენ ვითომდაც წარმოუდგენ რაღაც უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში ხელის შეწყობაში ისდებენ ბრალს ამ ადამიანებს, ეს ხო არის სრული აბსურდი, მართლაც გვახსენდება 30-იანი წლების აბსურდული ბრალდებები ბომბეი და ლონდონამდე გვირაბის გათხრის მსგავსი ბრალდებები, ხო? ახლა ჩვენ თვალწინ გაცოცხლდა 30-იანი წლები. ახლა ცხადია რომ ადამიანებს რომელსაც დღეს შეუვარდნენ სახლში არანაირი კავშირი არ აქვს არანაირი უცხო ძალის ინტერესების გატარებასთან, ისინი ეხმარებიან ქართველებს, ეხმარებიან გაჭირებას ჩავარდნენ ადამიანებს და ამისთვის აგროვებდნენ თანხებს სხვადასხვა დონორებისგან. და ეხლა უნდათ რომ ეს არხებიც გადაუკეტონ გაჭირებაში ყოფ ადამიანებს, რომ მათ ვერავინ ვერ დაეხმაროს. ეს არის ამოცანა ეხლა დღევანდელი დე-ფაქტო რეპრესიული რეჟიმის. ანუ ამ ქვეყანაში უკვე დასჯადია ადამიანების დახმარება? ამ ქვეყანაში დასჯადია სხვაგვარად აზროვნება, განსხვავებული აზრის მქონა, ვიდრე ქართული ოცნებას აქვს. დასჯადია საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა და ანტიოკუპაციური მოქმედებები დასჯადია, ანტისაოკუპაციო მოქმედებები დასჯადია. დასჯადია იმ ადამიანებისთვის მხარდაჭერა, რომელიც უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან. დასჯადია იმ ადამიანებისთვის მხარდაჭერა, რომლებიც არიან ფინანსური ტერორის ქვეშ და მათ 5000 ლარი ჯარიმას არაფერში აკისრებენ. ეს მოქმედებები გახდა დასჯადი დღეს ჩვენ ქვეყანაში რეპრესიული რეჟიმისგან, რომელიც მინდა გითხრათ, რომ უკვე აგონიურ მდგომარეობაშია, მე სხვაგვარი ახსნა არ მაქვს იმისი, რასაც ჩვენ ხედავთ, რომ ჟორჟოლიანთან სახლში ჩხრეკის ჩატარებისთვის მობილიზებული იქნა ასობით პოლიციელი და ალეკო ცკიტიშვილი, რომელიც გამორჩეული ადამიანია მართლაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მას ედავებიან სრულიად აბსურდულ რაღაცას და ადამიანებს, რომლებმაც ერთადერთი დანაშაული ჩაიდინეს, რომ აგროვებენ ფულს სხვადასხვა დონორებისგან, რომ დაეხმარონ გაჭირებაში ჩავარდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის მათ დანაშაული. ამის გამო მათ შეუვარდნენ სახლებში დღეს. ნუ პატრი, ჩვენ ვნახეთ 10-ობით 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი და ტყვე ჰყავს დღეს ქვეყანას მიმდინარე აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდებს გულისხმობ. ციხეში ზის ჟურნალისტი, რომელიც სილის გაწნისთვის გაწირა ქართული ოცნების ხელისუფლებამ. ერთმანეთის მიყოლებით აღძრეს პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები. მათ შორის ხართ თქვენც, ბატონი მამუკა ხაზარაძე, ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე და მოკლედ ძალიან ბევრი. სადამდე მიდის ქართული ოცნების ხელისუფლება და რა არის ქართველი ხალხის ხელთ თუ პოლიტიკური ოპოზიციის ხელთ იმისთვის, რომ აიძულოს ოცნება თუ პირადად ივანიშვილი შეჩერდეს და აღარ გაგრძელდეს უფრო ბრუტალური მეთოდებით ბრძოლა ხალხის წინააღმდეგ? ყველაზე ძლიერი არაღი არის ქართული ხალხის ხელში და ოპოზიციის ხელში გაუტეხლობა. მათ უნდათ რომ გაგვტეხონ. ამ ტიპის ტერორით უნდათ რომ დათესონ შიში, ადამიანებმა ხელი ჩაიქნიონ, დაანებონ ბრძოლას თავი, დაანებონ წინააღმდეგობის მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაწევას თავი, დაანებონ ერთმანეთის დახმარებას თავი. აი ეს უნდათ მათ, ხო? და ამას უნდა დაუპირისპიროთ გაუტეხლობა, უნდა დაუპირისპიროთ ერთგულება ჩვენი ქვეყნისადმი, უნდა დაუპირისპიროთ ერთიანობა, ეს არის ყველაზე ეფექტური არაღი.
ბატონო ბადრი, უფრო და უფრო მკაცრი საკუთარ რეპრესიებსა და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში ოცნება გახდა მას შემდეგ, რაც არ წყდება პროტესტი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მკაცრდება სანქციები, რომელსაც დასავლელი პარტნიორები უწესებენ ქართულ ოცნებას. Როგორ ფიქრობთ, მიზეზი აი ამ რეპრესიების, რომელსაც დღეს ვუყურებთ, შევარდნების საცხოვრებელ სახლებში იყო მცდელობა დაეშინებინათ ხალხი თუ გადაეფარათ საკუთარ გუნდში არსებული პრობლემები თუ დაპირისპირება, იმიტომ რომ ვუყურებთ როგორ ტოვებენ ერთი მეორის მიყოლებით პარტიას სხვადასხვა საყრდენი პირები ივანიშვილისა. კარგი კითხვა, აქ ასეთ ტიპის უგუნური მე ვიტყოდი რაღაც სრულიად გაუმართლებელი, აუხსნელი რეპრესიული ღონისძიებები, რომელიც დღეს დილით ნახეთ ჩვენ, ხომ? ხოლმე შეიძლება ემსახურებს ორ მიზანს. ერთი, რომ როგორმე დააშინონ ის ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ რეპრესიულ რეჟიმს, ავტორიტარულ რეჟიმს, დააშინონ ეს ადამიანები, გატეხონ ისინი. და მეორე, საკუთარ გუნდში, სადაც პირდაპირ არის თვალსაჩინო უკვე ზედაპირზე ამოსული ის ყანყალი და შიგნით უკვე დაპირისპირებებიც, რომელიც ამ გუნდში არსებობს ქართულ ოცნებას, სხვაგანაც წარმოუდგენელია რომ იყოს, ხო? რაც არ უნდა მართლაც ადამიანს ჰქონდეს გონება დაბნელებული ამ პროპაგანდისტული მექანიზმის ზემოქმედების შედეგად, მაინც შეუძლებელია არ დაინახოს თუ სად მიექანება ქვეყანა ქართულ ოცნების და ბიძრე ივანიშვილის ხელშეწყობით, ხო? უბსკულში პრაქტიკულად უკვე გადაჩეხვის პირასა ვართ. ამიტომ ფიქრობ ორივე ამოცანას ემსახურება. პირველი, რაც თავარია ამ ამოცანას, როგორმე იქნება ქართველი ხალხი გაჩერდეს, იმიტომ რომ ქართველი ხალხის აქტივობა არის ამათი დასანქცირების მიზეზი, ხო? ქართველი ხალხის პროტესტმა გამოაფხიზლა და მობილიზაცია მოახდინა საქართველოს მეგობრების ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათ დაიწყეს ქართველი ხალხის ხარდაჭერა. ამიტომ პირველ რიგში უნდათ ქართველი ხალხის გატეხვა, რა თქმა უნდა. დღევანდელ რეჟიმის წარმომადგენლებს ეს ამოცანა თავარია და მეორე ამოცანა იქნება როგორმე შეინარჩუნო მეტნაკლები სტაბილურობა საკუთარ ბანაკში, რომ ის არ ჩამოიშალოს. ასე რომ ამას ემსახურება, სხვა ახსნა ამას არ აქვს. ბატონო ბადრი, თქვენ მე ვახსენე დასაწყისში, სანამ დავიწყებდით საუბარს, რომ ხართ კახეთში და მართავთ შეხვედრებს და ვიცით ისიც, რომ მთავარი სასაუბრო თემა სწორედ დედაქალაქში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი და რეჟიმის ტყვეების საკითხებია. თქვენ ახსენეთ გაუტეხლობა ერთ-ერთ მთავარ იარაღად დაასახელეთ ქართული ოცნების რეჟიმთან ბრძოლაში. როგორია რეგიონებში მოქალაქეების დამოკიდებულება? რას ამბობენ თქვენთან საუბრისას ისინი და არიან თუ არა მზად იმ გაუტეხლობისა და ბრძოლისთვის, რომელზეც თქვენ საუბრობდით? უნდა გითხრათ, რომ დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, უნდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ დღევანდელი შეხვედრებით კახეთში. აქ არის აბსოლუტური, ასე ვთქვათ, კონსოლიდირება, ჩვენ შევხვდით ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, ხარდამჭერებს, უბრალოდ გამლელებს, არის აბსოლუტური განცდა იმის, რომ ქვეყანას სჭირდება კრიზისის განმოხტვა, რომ ესე ქვეყანას ვერ გააგრძელოს ფუნქციონირებას, რომ ეს არის წარმოუდგენელი, რომ დღევანდელ საქართველოში ყავდეს სინდისის პატიმრები. კახეთში არის აბსოლუტურად ჯანსაღი კონსოლიდირებული აზრი, რომ ქვეყანას ეხლა მართლაც გადაუდებლად ჭირდება ახალი არჩევნები და გადაუდებლად ჭირდება სინდის პატიმრების განთავისუფლება, უნდა შეწყდეს რეპრესიები. აი ეს არის აზრით ჩამოყალიბებული საყოველთაოდ კახეთში, მათ შორის მინდა გითხრათ, რომ მართლაც ძალიან მობილიზებული არიან ადამიანები, ჩვენ თანამოქალაქეები, აუცილებელია უნდა გვესმოდეს, რომ ისეთი მძლავრი პროპაგანდისტული მუშაობის პირობებში, რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნება და რუსული აგენტურა, აუცილებელია მოქალაქეებთან უშუალო საუბარი, აუცილებელია მათთან მიტანა ინფორმაციის იმ პროცესებზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარეობს და რაც თავარია და მე დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ კახეთში დახვდა აბსოლუტური მზაობა იმისათვის, რომ არ შეეგუონ რეპრესიულ რეჟიმს, იმისათვის, რომ სრული მხარდაჭერა კონდეს
ახალი არჩევნებისთვის ბრძოლას და სრული მხარდაჭერა ჰქონდეს სინდისის პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნას. ბატონო ბადრი, რა განმუხტავს ამ კრიზისს, იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ? რა მიიყვანს ქვეყანას ახალ არჩევნებამდე? რა მიიყვანს რეჟიმს უკან დახევამდე ან და არჩევნების დანიშვნამდე? ჩვენ გვესმოდეს რეჟიმის ეს ბრუტალური, რეპრესიული ღონისძიებები, გარდა იმისა, რომ ემსახურება თავისი ბანაკის როგორმე შენარჩუნებას და მიზნად ისახავს ქართული ხალხის გატეხვას, რასაც ვერ მოახერხებს, გარდა ამისა, მათ სურთ, რომ ჩემი აზრით როგორმე მიაღწიონ ისეთ მოსალაპარაკებელ პოზიციას, როდესაც მათ ექნებათ რაღაც ბერკეტები ხელში, იმისათვის მათთვის სასარგებლო, ასე ვთქვათ, შედეგი დადგეს მოლაპარაკებების შემდგომ. მე ვფიქრობ, მათაც კარგად ესმით და მოლაპარაკებები არის გარდაუვალი და აუცილებელი. აქ ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ქართული ხალხის ძლიერი მეგობრების ჩართულობა და ეს არის ჩემი აზრით გამოსავალი. ჩართულობა ქართული ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს მეგობრების უშუალო ჩართულობა ამ მედიაციის პროცესში, მოლაპარაკების პროცესში და უნდა შედგეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ ურთულეს პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც შეგვყარა ქართული ოცნება. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ აი ამ მედიაციაზე, ამ მოლაპარაკებებზე წამოვა ქართული ოცნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ და დღევანდელი მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ ოცნების სიხისტე, ბრუტალურობა, დასჯის მცდელობა არ სრულდება, ხო, ქართული ოპოზიციის, ოპონენტების თუ ქართული ხალხის წინააღმდეგ. აი რამდენად რეალურად წარმოგიდგენიათ ეს ამბავი? ჩვენ გვესმოდეს, რომ აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ქართული ოცნების ხარეს განსაკუთრებული გულის წუხილი აქვთ იმ ადამიანთა მიმართებაში, რომელიც მათ დააზიანეს, რომლებიც ახლა საპატიმროში ჩაყარეს. არა, აქ მათ უნდა უბიძგოს თვით გადარჩენის ინსტინქტმა, იმიტომ რომ კიდევ მე მგონი დარჩნა მეტნაკლებად საღადმოაზროვნე ადამიანი მათ ხარეს, რომელსაც კარგად ესმის, რომ ესე ქვეყნის მართვას ვერ გააგრძელებენ. 99 ადამიანი, რომელიც იკრიბება პარლამენტს უწოდებს თავს, ეს არ არის პარლამენტი, ხო? ასევე ის რომ არც ერთი ქვეყანა არ ელაპარაკება ცივილიზების სამყაროს დააკეტილია კარები ამათთან მოსალაპარაკებელი, ესეც ხო ნათელია შეუძლებელი ესე ქვეყანა მართო. ეკონომიკაში დაიწყო რთული პროცესები. და შეიძლება ეს პროცესები გახდეს სრულიად შეუქცევადი და ეს წალეკავს ქართულ ოცნებას და მას კარგად ესმის. ანუ მე მინდა თქვა, რომ თვით გადარჩენის ინსტინქტმა უნდა უკარნახოს ქართულ ოცნებას, რომ აუცილებელი არის შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და ამ შეთანხმებაში უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩართული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ძლიერი მეგობრები, რაც იქნება იმის გარანტია, რომ შეთანხმება შესრულდება. და აღარ უნდა განმეორდეს ის, რასაც ჩვენ 21 წელს შეთანხმების შემდგომ ვაკვირდებოდით, როცა ქართულ ოცნებამ ფეხქვეშ გათელა უმაღლესი ევროპის უმაღლეს თანამდებობის პირის მედიაციით მიღწეული პოლიტიკური დამასწარით ზუსტად ეგ მინდოდა მეკითხა, რომ გადაგდებებს მიჩვეულია ისეთი მექანიზმებით, რომელსაც ვერ გაბედავენ. აი ეგ მინდოდა რომ მეკითხა და დამასწარით სანამ დაგემშვიდობებით დავაზუსტებ. ქართული საზოგადოებაც და დასავლური სამყაროც უხეშად რომ ვთქვათ ეგრეთ წოდებულ გადაგდებას, ქართული ოცნებისგან პოლიტიკურ გადაგდებას მიჩვეულია. ჩვენ არაერთი შეთანხმება გვახსოვს, რომელიც ქართულმა ოცნებამ უკან წაიღო. რომც მივიდეს ოცნება, სულ ბოლო იყო რუსული კანონი, რომელიც უკან წაიღეს და შემდეგ ისევ თავიდან შემოატრიალეს, ხო? რომც დათანხმდეს, დავუშვათ ოცნება ამ მედიაციას სხვა ქვეყნის ჩართულობით თუ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით. სად არსებობს გარანტია იმის, რომ ოცნება იგივე წრეზე არ წავა? ხო, მინდა შეგახსენოთ უბრალოდ, რომ განსხვავება ამჯერად არის დიდი. არც 21 წელს და არც მაშინ, როდესაც რუსული კანონი უკან წაიღეს, ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, წარჩინებული წარმომადგენლები სანქციონებულები არ იყვნენ. ასე რომ ეხლა სხვა მოცემულობა გვაქვს, რაც არ უნდა ყელმოღერებულებმა ისაუბრონ კამერების წინაშე. ისინი არიან სანქციონებულები
და მათ ძალიან კარგად ესმით რა დიდი პრობლემების შექმნელია სანქცირებულობა და შესაბამისად ნებისმიერი კიდევ ერთი მცდელობა მსგავსი იმ მცდელობის რაც მათ განხორციელებული აქვს 21 წელს და შემდგომ რუსული კანონის უკან გახმობისას მათი ნებისმიერი მსგავსი მცდელობა დასრულდება ისე დასანქცირებით რომ მართლაც ვერც ერთი მათი ოჯახის წევრი ვეღარ შეძლებს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობას. კი ბატონო. ამიტომ მათ ეს კარგად ესმით. ჩვენი ამოცანა არ არის რომ ვინმე დასანქცირდეს. ჩვენი ამოცანა არის რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას და ჩვენ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და დაპირისპირება მორჩეს. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამიტომ ამისთვის აუცილებელია შეთანხმება. შეთანხმება, რომელიც შესრულდება და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ქვეყანაში უნდა მივახციოთ იმას, რომ პოლიტიკური პატიმრები აღარ ყავდეს და ადამიანებს არ აპატიმრებდნენ და არ ატერორებდნენ იმის გამო, რომ ისინი სხვაგვარად აზროვნებენ და კრიტიკულები არიან ხელისუფლების მიმართ. მადლობა. ეს უნდა დასრულდეს ჩვენ ქვეყანაში. მადლობა ბადრი ჯაფარიძე, კოალიცია ძლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი